Si vienes a España თუ ესპანეთში ჩამოდიხარ y entras en un bar, და ბარში შეხვალ, este es tu vídeo. ეს ვიდეო შენთვის არის. ამ ვიდეოში გასწავლით ყველაზე საჭირო სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც გამოგადგებათ როგორც ტურისტულად ჩამოსულებს ესპანეთში, ასევე მათაც, ვინც აქ უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და ხშირად იბნევით ხოლმე, ან არ იცით, როგორ შეუკვეთეთ ბარში და რესტორანში და გადაიხადოთ. ამიტომ დარჩით ჩვენთან ერთად, დავიწყოთ ვიდეო. Vamos. პირველი რაც უნდა იცოდეთ, ესპანურ ბარში ან რესტორანში შესვლისას შეგიძლიათ პირდაპირ დაიკავოთ თავისუფალი ადგილი. მაგრამ თუ ხედავთ, რომ ბევრი ხალხია, მაგიდის პოვნას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სამი ფრაზა იმისთვის, რომ გკითხოთ, თუ არის თავისუფალი ადგილი. Hola, ¿tenéis mesa? Hola, ¿hay sitio para dos? ¿Podemos sentarnos aquí? მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მიმტანმა შეიძლება გკითხოთ, ჯავშანი ხო არ გაქვთ? ¿Tenéis reserva? Y bueno, ya depende de si tenéis reserva o no, van a preguntar vuestro nombre. La reserva a nombre de quién está. და თქვენ უპასუხებთ a nombre de და თქვენი სახელი. ან ვის სახელზეც არის დაჯავშნილი. ადგილის დაკავების შემდეგ მიმტანი, რასაც პირველად გეკითხებათ, ეს არის რას დალებთ. საქართველოში ასე არ არის, პირდაპირ საჭმელს მოგეთავთ ხოლმე, მაგრამ ესპანეთში აუცილებლად გკითხავენ თუ რას დალებთ. სამი ფრაზა თუ როგორ შეიძლება გკითხოთ მიმტანმა ეს. ¿Qué les pongo para beber? ¿Para beber? ¿Qué van a tomar? და სხვათა შორის თუ მიმტანი უფრო ისეთია უშუალო, შეიძლება ასეც გკითხოთ. ¿Qué vais a tomar, chicos? También es muy frecuente, porque los camareros en España son muy amables. Sí. Vale? Muy amables. როცა მიმტანი გკითხავთ თუ რას დალებთ, ძალიან მნიშვნელოვანია არ შეგეშალოთ და არ უპასუხოთ ძალიან ტიპიური შეცდომით. აი ასე პირდაპირ არ გადათარგმნოთ. მინდა ლუდი, quiero cerveza. ასე არავინ არ ამბობს. ამიტომ ალვარო გეტყვით ახლა როგორ უნდა თქვათ ეს ბუნებრივად. Tercio, que sería esto, una caña, aquí también, o una jarra. ¿Qué sucede? Que también, a lo mejor en diferentes partes de España, una caña es otra cosa. Pero bueno, generalmente sería así. შეგიძლიათ პირდაპირ უთხრათ una jarra, una caña და ასე შემდეგ, რაც ალვარომ ჩამოთვალა, ან დაამატოთ ფრაზა წინ, me pones და შემდეგ ნებისმიერი რამ, რაც გინდათ. სხვათა შორის კორდობაში ერთხელ, როდესაც ვიყავით, ბაღში მოვდით და შევუკვეთეთ ლუდი და იქ არ იციან არც კანია, არც ხარა, არამედ ამბობდნენ რას ალვარო? ¿Qué decían en Córdoba? Maceta. Maceta. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ზოგიერთ რეგიონში, ესპანეთში, განსაკუთრებით სამხრეთით და ცენტრალურ ნაწილში, ლუდის ან ნებისმიერი სასმლის შეკვეთის შემდეგ ამ ყველაფერს მოყვება პატარა რაციონი, საჭმლის რაციონი, რომელსაც ესპანურად ქვია tapa. Álvaro, ¿qué es una tapa? A lo mejor una croqueta, depende, una croqueta por cabeza, un platito de jamón pequeño, pan con algo, con queso. Es para un acompañante con la cerveza o a lo mejor vino que te tomes o un refresco. თუმცა ამას გარდა, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე შეგიძლიათ რომ თავად შეუკვეთოთ საჭმელი. ესპანეთში არსებობს ración, media ración. ¿Qué es eso, Álvaro? Sí, bueno, ya serían pues platos más grandes, calamares, pulpo, a la gallega. Muy rico. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ გაინაწილოთ. ეს para compartir. თუ ხართ მაგალითად 2, 3, 4 ადამიანი, მოგიტანენ ერთ თევზს და შეგიძლიათ გაინაწილოთ. para compartir. მაგრამ ასევე არსებობს media ración. ანუ უფრო ნაკლები. იგივე თევზს მოგიტანენ, იგივე საჭმლით, რასაც შეუკვეთავთ, თუმცა ნაკლები იქნება. და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ესპანეთში საჭმლის რაოდენობა არის საკმაოდ ბევრი. აი თუ შეუკვეთავთ მთლიან რაციონს, შეიძლება რომ ის მთლიანი ერთი თევზი თქვენს სადილად ან თქვენს ბაღშმად გამოდგეს. და სხვათა შორის მიმტანები ძალიან ხშირად აფრთხილებათ ხოლმე მომხმარებლებს, რომ მცირე არის ეს ცოტა ბევრი იქნება. ამიტომ ჯობია რომ მხოლოდ ერთი შეუკვეთოთ. Y luego, como no, pues están los sitios que son de tapas. Que por ejemplo, pues estos platos que veis aquí, que es como platos elaborados y vienen pequeñas cantidades, pero la verdad es que están deliciosos. და ჩვენ გვაქვს გამოცდილება სარაგოსაში, იმიტომ რომ აი სარაგოსაში იყო ხოლმე უგემრიელესი ტაპები და ზოგადად მინდა აღვნიშნო, რადგან ბარების და რესტორნების თემაზე ვლაპარაკობ, რომ ესპანეთში საჭმელი არის უგემრიელესი. აქ ესე ალვარო, en España la comida. Bueno, claro, sangre ძალიან. და სხვა შორის აი არ აქვს მნიშვნელობა საათ შეჭამა. აი მე მიჭამია მაგალითად მატარებლის სადგურში, ავტობუსის სადგურში და არის ძალიან გემრიელი. Como en estación la comida está rica. Da igual donde comas, está bien. Sí. ეს არის. თუ ეს ვიდეო შენთვის საინტერესოა და გინდა ესპანური სწავლა ნოლიდან და თანაც რეალური სიტუაციებისთვის მომზადება, მაშინ მინდა ჩემი ონლაინ კურსის შესახებ გითხრა.
როგორც ხედავთ, პირველი ეტაპის მასალა მოიცავს დამწყებთათვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს. მოდი გავხსნათ ერთ-ერთი მათგანი, რათა თავად ნახოთ, როგორია ვიდეოს ფორმატი. ყველა ფრაზა ტექსტის სახითაც არის წარმოდგენილი, მოყვანილია მაგალითები და რაც მთავარია, რეალური დიალოგები, ის, რასაც მართლა გამოიყენებთ პრაქტიკაში. თითოეულ ვიდეოს მოყვება დავალებები, ესე იგი ახალი თემის შესწავლის შემდეგ საშუალება გაქვთ ივარჯიშოთ და არა მხოლოდ ეს, საკუთარი თავის შემოწმებაც შეგიძლიათ, რადგან დავალებებს მოყვება პასუხების ფურცელი. თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარი იქნება, ან ეჭვი შეგეპარებათ პასუხში, შეგიძლიათ მომწეროთ და ერთად მოვაგვარებთ. ამ კურსის განმავლობაში მხოლოდ ვიდეოებს არ გიგზავნით, ვაყოლებ ჩემს სისტემატიურ დახმარებას და გაძლევთ პრაქტიკულ რჩევებს. თუ კურსის შეძენა გსურთ, აი ამ მეილზე მომწერეთ. თუ კურს ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ შეიძენთ, მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მეილში მიუთითოთ YouTube ვიდეო. გელოდებით! მოდი ახლა კი ჩამოვთვალოთ ყველაზე საჭირო სიტყვები ბარსა და რესტორანში. Servilleta, ხელსახოცი, cubiertos, დანაჩანგალი, vino, ღვინო, cerveza, ლუდი, desayuno, საუზმე, comida, სადილი, cena, ვახშამი, vaso, ჭიქა, tenedor, ჩანგალი, cuchillo, დანა, cuchara, კობზი. la barra, გონი ამას გადათარგმნა არ ჭირდება. copa, ჭიქა, ოღონდ ღვინისთვის ან კოქტეილისთვის. botella ბოთლი, y muy importante, ¿dónde está el servicio? ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ შეეკითხოთ, სად არის საფერფარეშო. ერთ-ერთი მათგანი ალვარო უკვე დაასახელა. ალვარო, dinos más, ¿cómo preguntamos? Pues, por ejemplo, también, ¿dónde está el baño? ¿Dónde está el baño? Aunque lo más normal es el servicio para bares y restaurantes. Exactamente. და ახლა დადგა ყველაზე მტკივნეული მომენტი. Pagar la cuenta. პირველ რიგში უნდა დაუძახოთ მიმტანს. სხვათა შორის მიმტანი ესპანურად არის Camarero, და თუ მიმტანი ქალია, mujer sería camarera. eso es. მოკლედ უნდა დაუძახოთ მიმტანს. Álvaro, ¿cómo llamamos al camarero en España? Perdona, Perdona. ეს არის ტიპიური დაძახება მიმტანისა. Y ahora decimos cómo pagamos la cuenta. როგორ გადავიხადოთ, როგორ ვუთხრათ მიმტანს, რომ უკვე მზად ვართ გადახდისთვის. sí. Para pagar Así de simple. la cuenta, por favor. Y si quieres pagar con tarjeta o efectivo, puedes decir pago con tarjeta o pago en efectivo. ასევე არსებობს არაფორმალური გზებიც იმისთვის, რომ გადავიხადოთ ერთ-ერთი ასეთი ფრაზაა Me cobras. Sí, და ასევე შეგიძლიათ დაამატოთ cuando puedas. Cuando puedas, როცა შეძლებ. ეს ძალიან თავაზიანი და კარგი ფორმაა იმისთვის, რომ მიახვედროთ მიმტანს, რომ თქვენ არსად არ გეჩქარებათ და სხვა შორის ბარში, რესტორანში, ესპანეთში ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე ყოველთვის, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მიმტანებს. Cuando puedas, როცა შეგიძლია. No te preocupes. No hay prisa. Porque como veréis, hay veces que es un auténtico caos. Exactamente, un jaleo. Un jaleo. Eso es. Otra palabra, jaleo. ასევე ესპანეთში ძალიან ტიპიურია, როდესაც მიმტანი გეკითხება თუ როგორ მოგეწონა საჭმელი. ძირითადად აი ესე კითხულობენ ხოლმე. Todo bien? ¿Y la comida bien? და რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში ასხობთ ხოლმე, რომ ძალიან გებრიელი იყო ყველაფერი. აგესი. და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, როცა ვტოვებთ უკვე რესტორანს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით gracias. მადლობა. Sí. No cuesta nada. No cuesta nada. Decir eso. Gracias. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია რომ ისიამოვნეთ ვიდეოთი. ჩვენი თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ გვერდი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. Agesi Álvaro. Suscribir. Darle like, la campanita, activarla y comentar qué queréis para el siguiente vídeo. Muy importante. რაზე გინდათ რომ ჩავწეროთ შემდეგი ვიდეო, კომენტარებში გელოდებით. ნახვამდის. Nahman bis.